რეჟისორმა რეზო ჩხეიძემ კინოს სამყაროში პირველივე ნაბიჯების გადადგმისთანავე მაყურებლის დიდი სიყვარული მოიპოვა. მისი მაგდანაც ლურჯა, ჯარისკაცის მამა, მაია წნეთელი, დონ კიხოტი და ბევრი სხვა ყველა ადამიანის გულში დიდ ადგილს იკავებს, რადგან ეს ის ფილმებია, სადაც სევდა, იუმორი, ტრაგედია და ადამიანური ურთიერთობები ერთმანეთთანაა შერწყმული. დილის გადაცემა განთიადი კინორეჟისორს სახლში ესტუმრა. რეზო ჩხეიძე მისთვის ძვირფას და დაუვიწყარ მოგონებებზე გვესაუბრა. იგი 1926 წლის 8 დეკემბერს ქუთაისში დაიბადა. რიონის პირას იყო ჩვენი სახლი, იქ სადაც გვერდით ოქროს ჩარდახია, იქ სადაც თეთრი ხიდია, სადაც ის ადგილებია, სადაც ბიჭები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ რიონში გადახტომაზე და ამითი თითქოს რაღაც ჩემპიონობასაც კი ეცილებოდნენ ერთი მეორეში. ქუთაისი კინორეჟისორის ცხოვრებაში ყოველთვის მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა, რადგან მისი ბავშვობა ამ ქალაქს უკავშირდება და შესაბამისად მოგონებაც ბევრი აქვს. მე არ დამოვიწყდება, ქუთაისში იყო ერთი ასეთი მილიციონერი გვარად ჩიტაია, რომელიც ყოველთვის შუაგზაში დადიოდა, ეს სადაც გახაზულია შუაგზა თეთრი ხაზით, იქ დადიოდა და რომ მიდიოდა, მთელი ქალაქი მას იცნობდა და ყველას ესალმებოდა მარჯვნივ სახელით, მარცხნივ კიდევ კითხავდა, სიცხე კიდი აქვს შენ შვილს, ის პასუხობდა, აპა შენიცი, იმას კითხავდა, როგორაა შენი მეზობელი, რა ასე, აი ასე ჩამოივლიდა, ასეთი კოლორიტული კაცი იყო და ეს არავის არ უყვირდა. არ უყვირდათ, რადგან ქუთაისში ყველა ერთმანეთს იცნობდა. განსაკუთრებულად იცოდნენ ურთიერთგატანა. დიდი გალაქტიონი ამბობდა, რომ წყალტუბოდან ქუთაისში მომავალო ქარო თუ მაისის ქუთაისმა მკითხოს ვინახარო, უთხარი რომ სუნთქვა ვარო, არც კი უთხრა ვისი, ისეთ მიცნობს ქუთაისი, ჩემი ქუთაისი. აი ეს ლექსი გალაქტიონისა, დიდი ბუმბერაზი პოეტისა, იმაჩნია რომ შიგ იმდენი სიყვარულია ქალაქის მიმართ, რომ მე რაც მოყვე პირველ ნახევარი ის რაც უფრო ისეთი კოლორიტს ატარებდა, მეორე მხრივ ის სავსე იყო იმ გრძნობებით, რასაც გალაქტიონი ამ ლექსში გადმოგცემს. რაც შეეხება ოჯახს, კინორეჟისორი ცნობილი მწერლის ოჯახში დაიბადა. მამაჩემი მწერალი გახდა დიაჩენელი, რომელიც იყო მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ქუთაისში, იყო პედაგოგიური ინსტიტუტის პრორექტორი, გარკვეულ წლებში მარჯანიშვილის თეატრის დირექტორიც, ასე რომ ოჯახი სავსე იყო ჩვენთან ძალიან ისეთი მსახიობებით, მეცნიერებით. 4 კლასი ქუთაისში დაამთავრა. თანაკლასელები და მეგობრები დღემდე თბილად ახსენდება. ასევე დაუვიწყარ მოგონებად რჩება მისთვის სკოლის დირექტორი თამარ დახუნდარიძე, რადგან 1937 წელს, როცა მის ოჯახს დიდი განსაცდელი დაუდგა, ყველაზე მეტად სწორედ მან თანაუგრძნო და გაამხნევა. როდესაც მამა დააპატიმრეს, ეს იყო ოქტომბერში, 27 ოქტომბერი იყო 37 წლის და დილა რო გათენდა, დედამ თქვა, ჩვენ სამი ბავშვი ვიყავით, ორი დამყავდა და მე დედამ თქვა, რომ თქვენ სკოლაში უნდა წახვიდეთ დილას 9 საათზე, პირველი ის იყო ცვლა. ჩვენ ამბობთ, რომ რა გვინდა სკოლაში, მამა დაიჭირეს, ახლა ჩვენ სკოლაში. დედამ თქვა, რომ უნდა მიხვიდეთ, იმიტომ რომ ხალხმა არ თქვას, რომ აი შეეშინდათ, არ თქვა, რომ დაგვახარდეთ, წავედით სკოლაში. ნუ წავედით სკოლაში. შევედი ახლა მე გაკვეთილზე და ვფიქრობ, როდის დაიწყება რამე ისეთი, რომელიც იქნება შეურაცხყოფელი, რომელიც იქნება დამამცირებელი. დაიწყო, გავიდა ერთი 15 წუთი, მართლაც შემოდის დირექტორის დივანი და აცხადებს, რომ რეზო ჩხეიძეს დირექტორი უძახისა. მე წამოვდექი რას ვიზამდი და წავედი და ვიდრე დირექტორის კაბინეტში შევიდოდი, ვფიქრობდი, რომ ალბათ რაღაცას გამოიგონებენ, რაღაცას რაც არ ვიცი, მაგრამ უარყოფით, დაქცინებენ, რაღაცას მოგაკერებენ, რაღაცას ხალხის მტერი, მაშინ ასეთი გამოძახილი ქონდა ამ ამბავს. შევედი თავჩაუღონული და ამ დროს სკოლის დირექტორი აი ეს ვინც მე მოგახსენეთ, წამოვარდა ფეხზე თავის მაგიდიდან
ტირიდით გამოექანა ჩემზე, ჩემსკენ, გადამეხვია და მიწყო კოცნა და მეუბნება რომ რეზო აბა შენიცი მამის სახელი არ გაამტყუნო, შენ ფრიადოსანი ხარ, ფრიადზე უნდა ისწავლო, უნდა იყო ვაშკაცურად ოჯახსაც გადაეცი ჩემი ეგ სიტყვები და მე არავის არ მივცემ უფლებას რომ ვინმე დაგჭაგროს. მამის პატიმრობასთან დაკავშირებით კიდევ ერთი მოგონება შემორჩა მის მეხსიერებას. ჩვენ გვაქვს სახში აგერ წერილები, რომელიც არის სულ ამოდენა პაპიროსის ქაღალდზე დაწერილი ქიმიური ფანქრით, სადაც აი ამ წერილებს ციხიდან გამოქონდა ქალს, მოქონდა ჩვენთან, ვინ იყო ეს ქალი, არც მაშინ ვიცოდი, არც ახლა ვიცი. გასამჯელოს ის არ ღებულობდა, თავის გვარდასახელი არასდროს არ დაუსახელებია, მოვიდოდა, შავებში ჩაცმული იყო, დადებდა მას, შემოტრიალდებოდა და წავიდოდა. იმას ხო დახრეტა ელოდა ნახდათ, ხო? რომ გამოქონდა ციხიდან პატიმარის წერილი, ვინმეც ამის უფლება აკეთებდა. ამ ადამიანების სიკეთე დღემდე ახსოვს. კინორეჟისორი რამდენიმე თვის წინ ქუთაისს ესტუმრა. კეთილი ადამიანების სიკეთე კიდევ ერთხელ გაიხსენა. მათი საფლავები მოინახულა და სულის საუხად მოძღვარს პანაშვიდი გადაახდებინა. რეჟისორობა პირველად მეათე კლასში სცადა. მეათე კლასში ვიყავი, ეს უკვე თბილისში, იყო ომი, სოფლიო ომი ფაშისტურ გერმანიასთან. და მე წამოვიწყე, რადგანაც რეჟისორობაზე ვფიქრობდი და ვოცნებობდი და მაშინ პატრიოტული ძალა ძალიან მოდებული იყო, წამოვიწყე პიესა გიორგი სააკაძის დადგმა. და გავანაწილეთ ახლა ეს როლები, რა თქმა უნდა, ბავშვები ვიყავით, ახლა მეათე კლასელები, ზოგიერთი მე-9 კლასელებიც დავიხმარეთ და ნუ დავდგით ასეთი პიესა გიორგი სააკაძე. არ ახსოვს სპექტაკლი კარგი გამოვიდა თუ ცუდი, მაგრამ ეს მისი პირველი ნაბიჯი გახლდათ. სწორედ ამ დროს თენგიზ აბულაძე სპექტაკლ დაძმაზე მუშაობდა. ერთმანეთის შესახებ იმ პერიოდში შეიტყვეს და შეხვედრად შედგა. მას შემდეგ მათი გზები გადაიკვეთა. სტუდენტებიც ერთად გახდნენ. ჩავაბარეთ გამოცდები თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში. მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ რეჟისურას გვასწავლიდა ყოველთ შეუდარებელი პედაგოგი გიორგი ტოსტანოგოვი. მესამე კურსზე იყვნენ, როცა გიორგი ტოსტანოგოვი რუსეთში გადავიდა. ისინიც გიორგი ტოსტანოგოვის გზას გაყვნენ და რუსეთში ჩავიდნენ. თენგიზ აბულაძესთან ერთად გადაწყვიტა რუსეთში გაეგრძელებინა სწავლა. შემდეგ იყო პირველი სერიოზული ნაბიჯი მაგდანას ლურჯა, რომელმაც დიდი აღიარება და მრავალი ჯილდო მოუტანა. შემდეგ სიუჟეტში შევეცდებით თქვენამდე ის მოგონებები მოვიტანოთ, რომელიც რეზო ჩხეიძეს დღემდე შემოუნახავს.